დიდი დავითის შემდეგ 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შიშითა და გრძალვით შეხურებდა ქართველთა ლაშქარს მთელი წინა აზია და ახლო აღმოსავლეთი. ქართველები იერიშით იღებდნენ ციხე-ქალაქებს, ხმათ იხდიდნენ და ხარკს ადებდნენ საქართველოს მტრეებს, აღმოსავლეთის უძლიერეს სულთნებსა და ათაბეგებს. ლაშქრობიდან მობრუნებულ ქართველებს წინ ამაყად მიუძღვებოდნენ ხოლმე ძლევამოსილი გორგასლიანისა და დავითიანის დროშები. ეს იყო დრო, როცა ქართული ლაშქრის უძლეველობამ საქართველოს ზესახელმწიფოდ გარდაქმნა. რიგით მეომრებთან ერთად ქვეყნის ბედი ხშირად მხედართმთავრების ნიჭსა და მოხერხებაზე იყო დამოკიდებული. ზოგიერთ მეფესაც კი იმდენი ამაგი არ მიუძღვის საქართველოს წინაშე, რამდენიც მათ. საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში არაერთი დიდი მხედართმთავარი ყოლია, თუმცა ქართველებისთვის მაინც გამორჩეული ადგილი უკავია შალვა ახალციხელს, რომელიც ჩვენთვის ერთდროულად ერთგულების, სიმამაცის და ვაჟკაცობის სიმბოლოა. არ ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი. ასე ახასიათებს ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეს სახელგანთქმულ სარდალსა და გმირს შალვა ახალციხელს. მე-12 საუკუნეში მეფე გიორგი მესამის მკაცრი პოლიტიკის მეშვეობით მრავალი დიდი საგვარეულო დაქვეითდა ან სულაც განადგურდა კიდეც. მათ ნაცვლად მეფემ ახალი გვარები დააწინაურა, მათ შორის იყო თორელთა გვარი. სულ მოკლე დროში თორელების ხელთ გადავიდა ისტორიული მესხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი და ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთ დიდ საგვარეულოდ ჩამოყალიბდნენ. მე-12 საუკუნის მიწურულს თორელთა საგვარეულოდან ახალი განშტოება, ახალციხელთა გვარი ჩამოყალიბდა. მისი ფუძემდებელი კი შალვა ახალციხელი იყო.